ნათლია ნათლულის წინააღმდეგ, ქაოსი წესრიგის წინააღმდეგ. რა ხდება ოქროს ბურთზე? ფავორიტები შეიცვალა. ცრუწრიანი მსოფლიო ჩემპიონატების დაუვიწყარი ნახევარფინალების ანალიზი დაბრუნდა. დღეს ვისაუბრებ არგენტინა, ინგლისისა და ესპანეთის საფრანგეთის სუპერ მატჩებზე, ასევე შევეხები ქართული კლუბების ამჟამინდელ მდგომარეობასაც, ოქროს ბურთსაც მიმოვიხილავთ დეტალურად და რა თქმა უნდა გათამაშებაც ჩვენთან არის, რომელიც ბოლოში დაბრუნდება, ამას აგიხსნით. მოგვიანებით ეხლა დრო არ დავკარგოთ, გადავიდეთ პირდაპირ ძალიან ცხელ და საინტერესო ანალიტიკურ დეტალებზე. დავიწყოთ ახლა უახლესი ცხელი თემით არგენტინა-ინგლისით, მერე გადავიდეთ ესპანეთ-საფრანგეთზე. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილება განახორციელა ლიონელ სკალონიმ და ბევრი არგენტინის გულშემატკივრები, ვინც ვარ და რავი, ჩემს TikTok-ს, Facebook-საც თუ ადევნეთ თვალყურს და არა მარტო მე, ყველა ღელავდა იმაზე და თითქმის ჩამოწერილი იყო არგენტინის ნაკრები, რასაც თამაშობდა დასაწყისში მთელი ტურნირის განმავლობაში შვეიცარიის ჩათვლით, ანუ ნახევარფინალამდე იყო მოულოდნელი და რაღაცა არა სკალონის სტილის გუნდი. ძიმე, ნელი, ბევრი შეცდომით და ბოლო წუთებზე ატრიალებდნენ თამაშებს და თუ უნდოდათ რომ ინგლისი გაელოთ და უკვე საჩემპიონო დონე დაედოთ და ასე შემდეგ, რაღაცა უნდა შეეცვალა სკალონის და დაანონსა კიდეც პრესკონფერენციაზე რამდენიმე დღით ადრე და პირველ რიგში ჯოვანი სიმეონე ვნახეთ ზუსტად შემდგომში, ხედავთ ახლა რა ცვლილება იყო აქ და რა შეიცვალა, ფოტოსაც ასწრაფდა არგენტინელთა ფლანგი და განსაკუთრებით აქეთ იმიტომ იყო მნიშვნელოვანი რომ X-Pence ათამაშებდა ტუხელი ბოლო პერიოდში და გორდონი ყავთ და სკამზე ვინცა იგივე რაშფორდი არ არის ნაკლები, ამ ძალიან სწრაფი არის ინგლისის ნაკრების მარცხენა ფრთა და თუ იქეთ შვეიცარიამ აიკლო და სხვა ნაკრებებმა წარმოგვიდგენია ხო ინგლისი რასაც უზამდა რომ არა ეს დროული ცვლილება და როგორი ხისტი და სწრაფი არის აქ კადრსაც ხედავთ სიმეონე როგორ შედის ორთაბრძოლებში და საიდან შეუძლია რომ მეტოქეს გაასწროს და დაასწროს ეს კარგად ჩანს ყველაფერი და იყოს სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ როდრიგო დე-პოლის მიმართ პატივისცემის დიდი სიმპათიები ასე შემდეგ, მაინც MLS-ის ფეხბურთელია და მესი არ არის, რომ ნებისმიერი წერტილიდან დედამიწის ესე გადმოვიდეს და მსოფლიოზე ტოპ დონე დადოს, მოქმედებს ახლა MLS-ში რომ მიდიხარ, რაღაცა უკუსლა გააქვს კარიერაში რა და კაი ცვლილება იყო დე-პოლის ნაცვლად სიმეონე. რა შეცდომა დაუშვა ტუხელმა. გოლი გაიტანეს და საგოლე გადაცემა გააკეთა მორგან როჯერსმა, მაგრამ აქ რაზე მინდა პარალელი გავავლო და გავამახვილო თქვენი ყურადღება. მორგან როჯერსი ამპლუით არ არის მარჯვენა გარემარბი. არც მარჯვენა ნახევარმცველი არ არის. რა უფრო მეტად შემტევ ნახევარმცველს თამაშობს და ცენტრიდან ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს რა, ვინც ასტონ ვილას თამაშებს უყურებთ და ფლანგზეც გადადის ხოლმე, მაგრამ არ არის რა, ფლანგის ფეხბურთელი მორგან როჯერსი არ არის და როცა ეხლა საკა და მადუეკე და რაშფორდი და სხვები ყავს, არ არის ეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ლოგიკას მიყვება რა, ეს იყო მეტოქეს მოერგო, როგორც პატარა გუნდები იქცევიან ძლიერი მეტოქეს წინააღმდეგ, დაახლოებით ეგეთი რაღაც გააკეთა ტუხელმა რა, უფრო მეტად დაამძიო ნახევარდაცვა, დაამატა უფრო ბურთის დამჭერი და მშრომელი ტიპი და დასვა სკამზე, ფლანგზე მორბენალი, საკა და მადუეკე და აქ ეს ბევრ რამეზე მეტყველებდა ამ ყველაფერს დაიმატა მე ჰიმნზე, რა სახეებით გამოვიდნენ არგენტინელები და როგორ შეასრულეს და უკვე იგრძნობოდა პირველივე წამებიდანვე რომ ჩეხვა იქნებოდა აქ და ნერვების ომი და მენტალური დაპირისპირება შედგებოდა და ეს ყველაფერი ნელ-ნელა იქეთკენ მიდიოდა რომ სცენარი აწყობდა არგენტინას. ამ მომენტმა შეცვალა მატჩის მთლიანი სცენარი და მსვლელობა, ეხლა რაზეც ვსაუბრობდი, ეს ყველაფერი თითქოს მიდიოდა 7-0-0-ისკენ, მაგრამ პირველმა გოლმა ყველაფერი დააყენა თავდაყირა და მე მივიღეთ ის დაუვიწყარი სცენარი და სანამ ეხლა განახევთ პირველ ტაქტიკურ დეტალს ამ მომენტიდან იქამდე უეჭველი შეგახსენებთ რომ ორი წამის საქმე დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო 2000 ლაიქზე ირთვება გათამაშება მოგეხსენებათ და გამოიწერეთ კრისტალ სპორტის YouTube არხი რომ ცოცხლიანის გუნდის შრომა დაფასდეს და პირველი გოლი ინგლისის ნაკრების აქ რა არის საინტერესო რა კეინი ახლა ბაიერნზე ბევრი მისაუბრია და ყველგან რო თამაშობთ არის და ცენტრალური მცველის პოზიციიდან ამოაქვს ბურთი ეგ არ გვიკვირს ცოცხლიანის მაყურებლებს განსაკუთრებით არ გვიკვირთ ეგ ამბავი და ამ მომენტში პოზიციური შეტევებით რაც არის ამ დაბალ ტემპში რო პოზიციურად უტევდა იქეთ ბურთის გადატანა გადმოტანა ფლანგზე და ასე შემდეგ ვერაფერს ვერ შვებოდა ინგლისი ვერ ქმნიდა ამით ვერაფერს არგენტინას ვერ ქმნიდა და გოლი XG ორივეს ჰქონდა პირველი 1 საათის შემდეგ სადღაც ტაიმზე მეტი 0.4 და 0.2 ძალიან დაბალი XG იყო ფაქტიურად მეკარეები ძალიან მშვიდად გრძნობდნენ თამაშს და უსაფრთხოდ ამ მომენტში არგენტინა თამაშობდა პრესინგს 6 კაცი ხედავთ არის მეტოქის ნახევარზე და სად არის კეინი საყრდენის ზონაში ჩამოწეული და აკეთებს გრძელ გადაცემას როჯერსის მისამართით, რომელთანაც ახლოს არის დეკლან რაისი.
ნუ იქ მარტინესის მაკრატელა, შემდეგ ყველაფერი ეს გასაგებია, გოლი გვახსოვს რა მოხდა, მაგრამ აქ პოზიციურად პირადად შეცდა პერსონალურად მოლინა. ამ ეპიზოდში ანუ გოლი და რაღაცა და ჩავარდნა და ვაიმე და ეს რა მომენტი შეიქმნა, ესეთი სიტუაცია არ ყოფილა, რომ უეჭველი გოლი გასულიყო. ეს იყო პერსონალური შეცდომა და აქ კადრებს ხედავთ, რომ მოლინა ხედავდა გორდონის მოძრაობას, ორჯერ გახედა და დააფიქსირა, რომ თავისი ოპონენტი, ვისაც მეურვეობდა, ზუგს უკიდან ეპარებოდა. და მე რაც გააკეთა გოლის დროს, როგორც ჩამოეძინა და რამდენიმე წამში გაეპარა, ეს ცოტა უცნაური არის, იმიტომ რომ მოლინა ატლეტიკოში უყურებთ ამ ფეხბურთელს და არ არის ეგეთი დონის მცველი. ეგეთი შეცდომა არ უნდა დაეშვა. ეს ეპიზოდიც ანუ რო ყოფილიყო თავის სიმაღლეზე მოლინა, ჩვეულებრივად გადააგდებოდა კუთხურზე და მოიგერებდა, გატარდებოდა და ისევ 0-0-ისკენ წავიდოდით. მაგრამ ამ შეცდომამ დააყენა ყველაფერი თავდაყირა და უკვე სკალონი, რომელსაც ვერ დაუკარგავთ შეცვლებს, კი ცუდი შემადგენლობით იწყებდა ამ მუნდიალზე მატჩებს და ძირითადად დასაკაჩი და დასატრიალებელი გაუხდა ყველაფერი, მაგრამ ძალიან თამამს ცვლილებებს აკეთებს და ეს 2-3 შეცვლა რაც აქვს, რადიკალურად იცვლება და ფორმირდება არგენტინა და სუპერ შემტევ გუნდის სახეს იღებს ძალიან პრაგმატი გუნდის შემდეგ რა. ანუ ეგეთ რაღაცეებს ხშირად საკლუბო ფეხბურთში და სანაკრებოშიც ვერ ნახავთ რა. გუნდი ასე განსხვავებულად იწყებდეს და ესეთი სახით ამთავრებდეს მერე მატჩებს. სანამ სკალონის შეცვლებზე გადავიდოდეთ, იქამდე ყველაზე არამესური მომენტი მინდა ეხა განახოთ. ეგეთ რამეც ხშირად ვერ ნახავთ და ამ შეხვედრაში იყო ეგეთ ეპიზოდი. ლეო თავიდან ნერვიულობდა და ნუ არგენტინა ინგლისი რა ისტორია და რადონის მატჩია ყველაფერი ვიცით, მარადონადან მოყოლებული და ამ ეპიზოდში, როდესაც სიმეონემ სპენს ბურთი მოპარა და მესის გადააწოდა, აქ ხედავთ ან ვინ და მესი ესეთ ეპიზოდებში ყოველთვის ასაკეთებს და იქ ენცო იყო ძალიან დასარტყმელზე და საგოლე პოზიციაში იყო და ლეომ ინდივიდუალურად ითამაშა და აქ ბურთი დაიკარგა. ეგეთ რამეს ხშირად ვერ ვნახავთ. ეგეთ დონის ფეხბურთელებისგან განსაკუთრებით მესის მხრიდან. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ძალიან ღელავდა თვითონ მესიც სხვა მატჩებიდან რო ავიღოთ შედარებები, ხო? ცადა დედამიწა იყო რა, ეს შეხვედრა და სხვები. იმიტომ კი არა რომ სოფლიოს ნახევარფინალი იყო, იმიტომ რომ იყო ინგლისთან დაპირისპირება. და სადღაც 1 საათის შემდეგ, როცა არგენტინა უკვე სისტემატურად გადავიდა შეტევებზე და მიაჯაჭვა ინგლისის საჯარიმოს და ეს მომენტების შექმნა დაიწყო, იქ მაკალისტერის ძელი იყო და ასე შემდეგ შორეული დარტყმები, ნელ-ნელა დალაგდნენ არგენტინელები, მესიც დალაგდა გონებაში, ამბობ გულისხმობ და უფრო ადეკვატურად და გუნდურად მოქმედება დაიწყეს არგენტინელებმა და სკალონიმ ტრადიციული შეცვლები გააკეთა, ნიკო გონსალეს პირველი ცვლილება ეგ არის აყენებს მარცხენა ვინგერად, ხსნის ერთ-ერთ ნახევარმცველს, შემდეგ გაყავს ტალიაფიკო, ნიკო გონსალეს უკან წევს, შეყავს ლაუტარო, ანუ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს. ორივე ფორვარდს ტოვებს, ლაუტაროს პლუს ალვარეს, მესი გადადის უკვე მარჯვენა ნახევარმცველის და ვინგერის პოზიციაზეც, ანუ მარჯვენა ფლანგს იკავებს ლეო. სიმეონე გავიდა დეპოლმა ჩაანაცვლა, აქაც არაფერი არ ყოფილა ისეთი მოულოდნელობა, ყვითელზე მყოფი მცველი მოხსნა და შეიყვანა დასვენებული ოტამენდი, მაგრამ ანუ ყურადღება რაზე მინდა გავამახვილოთ თქვენი, რომ რა იყო ტუხელის პასუხი ამ ყველაფერზე, რაც სკალონიმ შეცვალა და გადაატრიალა მთლიანად თამაში, შეეშინდა და უნდობლობა გამოუცხადა თავის მცველებს პირველ რიგში, ამდენი კომბინაციისა და შექმნილი მომენტის შემდეგ, რაც არგენტინელებმა ბევრი მომენტი შექმნეს და ტანდაბალი მაკალისტერი, როდესაც თავით გირტყამს და ესეთ ტანმაღალ მცველებს სტოუნსები და ასე შემდეგ დენბერნიც შეიყვანა მე და არ უნდა ხდებოდეს ეს და ბუნებრივი იყო, რომ მეტი სიფრთხილე გამოიჩინა ტუხელმა, იმიტომ რომ იმ ასპექტში, სადაც წესით ინგლისს უნდა ქონოდა უპირატესობა, პირიქით ქონდა არგენტინას ძალიან დიდი უპირატესობა და ამდენი მომენტი ბოლო-ბოლო ეხა იღბალი ამოწურვადი არის და ეს გაუშვებდა რა, ეს ამდენს მიხვდა ტუხელი, მაგრამ მისი შეცდომა რაც იყო, ერთით ზედმეტი ცვლილება გააკეთა, რომელიც გამოდგა არასწორი გულისხმობ დეკლან რაისის ჩახსნას და კიდევ მცველის დამატებას და ამით გაუთავისუფლდა არგენტინის ნაკრებს ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ზონა 14. საჯარიმოს მისადგომიდან არსებული სივრცე, საიდანაც გავიდა პირველი გოლი და აქ უბრალოდ უნდა განახოთ ახლა კადრი. პირველი გოლის ეპიზოდში მესიმ მარჯვნიდან ჩოლს წირში წამოიღო ბურთი, ელიოტ არნესონი, რომელსაც ყვითელი ბარათი ჰქონდა და აგონიაში იყო გარკვეული მომენტი მატჩის. რატომღაც აქ ზედმეტი ნაბიჯები გადადგა სპენსისკენ, არ იყო საჭირო მესის ასეთი დოზით მეურვეობა. ეს ყველაფერი ჯუდმა დაინახა, მიხვდა რომ ანდერსონი შეცდა და იქ ზონა დარჩა 14 თავისუფალი. ენსო სრულიად მარტოა ხედავთ აქ უბრალოდ რა ხდება. მესიმ გაუგორა,
ბელინგემი ამურბის, მაგრამ ვერ ასწრებს დაფარებას და გადის პირველი გოლი. აქ გამოჩნდა მთავარი შეცდომა, ტუხელის დაშვებული. ეს ყველაფერი შემდეგ გაგრძელდა, ანუ აგონია გაგრძელდა ინგლისის ნაკრების შესრულებით. ისევ შეგახსენეთ ორი წამის საქმეს, უეჭველი დაალაიქეთ, დღევანდელი ვიდეო, ლაიქს პლუს კომენტარები ასე მუშაობს ალგორითმი. დაეხმარეთ სოციალურ განვითარებაში და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ 2000 ლაიქზე, ირთვება გათამაშება. და მეორე გოლი ისევ ზონა 14, ისევ ჩავარდნილია. სივრცეები მარცხნიდან უტევს არგენტინის ნაკრები და ნიკო გონსალესი აკეთებს საკმაოდ ჭკვიანურ პასს, მაკალისტერი შეპარული არის ხაზებს შორის და დააკვირდით აქ მანევრს ახორციელებს იქ. ალვარესი შერბის, ელიოტ ანდერსონი გადაიყოლა, ორაილი ვახსენეთ წეგან, სად არის აქ ხედავთ კადრს, რა უნდა იქ ვის მეურვეობს, საერთოდ იმ სიტუაციაში რატო არის? მაკალისტერი უკვე ლოგიკურია რომ მარტო რჩება, იღებს ბურთს, დარტყმა ბურთი ხდება ძელს, აირია აქ თლიანად დაცვა ინგლისის ნაკრებს, კიდევ ერთხელ მორიგი აგონია, შემდეგ რაც ხდება ეს ყველაფერი კარგად გვახსოვს, მესი იღებს ბურთს მარჯვენა ფლანგიდან და იქ არ ვიცი, საიდან აქვს ამ ადამიანს ამხელა ენერგია ამას აქში და როგორ თამაშობს და რამდენი შექმნილი მომენტი და ლაუტარო რა უნარების მქონე ფეხბურთელი არის და რა ცხრიანია და ეკაციროს კამზე ზის და შემოდის რამხელა ფუფუნებაა უბრალოდ. ისე არ შემოდის ტიპი რომ გოლიან ასისტი არ გააკეთოს რა. და აქ კონსასა და სტოუნს შორის, ან რამხელა მცველებს შორის ძალიან მაგარ პასს აკეთებს ლეო სუსტი ფეხით და გააქვს ლაუტაროს გოლი ძალიან ლოგიკური იყო ეს ყველაფერი რაც ვნახეთ ეს აბსოლუტური ნოკდაუნი აგონია გამოიყენა არგენტინა იდეალურად და მორიგი ისტორიული მატჩი მოიგეს ინგლისის წინააღმდეგ. როგორ მოგეწონათ არგენტინა ინგლისის ანალიზი, რაიმე ხო არ იყო თქვენთვის დაგაკლდათ ან ახალი აღმოაჩინეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი საინტერესოა დაწერეთ, უბრალოდ მსჯელოთ, ველოდებით თქვენს გამოხმაურებას. გადავედით ახლა საფრანგეთი ესპანეთის შეხვედრაზე. ანუ ბევრი ადამიანისთვის შეიძლება ითქვას არგენტინის გასვლაზე მეტადაც კი გაუკვირდა ბევრს ესპანეთის მოგება. მე ამ 10 რიცხვებში არ ვიყავი Facebook-ზე თუ მადევნებ თვალს იქაც ქონდა ვრცელი პოსტი რა და რატომ ყველაფერი ქონდა წარმოდგენილი დეტალურად. თანამედროვე ფეხბურთში ბოლო 15 წელი რა ვიყოთ, მოდი ესე ვთქვათ, უხეშად ნახევარდაცვაში დომინანტი კლუბი თუ ნაკრები იგებს დიდ ტურნირს. თუ ნახევარდაცვაში შენ არ დომინირებ და ამინდ არ ქმნის, სცენარს არ განახობ, რა მაგარი თავდასხმას არ უნდა ყავდეს და სულ პელე და მარადონა ყავდეს წინ, ბოდიში და ფეხებს ვერავის მოსჭამ, თუ ნახევარდაცვაში შესაბამისი თანადგომა და ლოგიკური ბმა არ გაქვს. შემტევებთან დაცვას პლუს ნახევარდაცვა თავდასხმა დამაკავშირებელი რგოლი არის. ამ ყველაფერს სინქრონში მოყავს. საფრანგეთის ნაკრებს ნახევარდაცვა ამ სოფლიო ჩემპიონატზე არ ყოლია. რაბიო, კონე და ჩუამენი არიან რაბიო, კონე და ჩუამენი, არც მეტი, არც ნაკლები. აქ თავდება ამ ფეხბურთელებზე საუბარი. მეც ვერაფერს ვერ ვიტყვით ჩვენ. წარმოუდგენელია, რომ ამ ფეხბურთელებს რაიმე დაეპირისპირებინა ესპანელი მონსტრების, რობოტების, ან ბოროტი ხალხის წინააღმდეგ რა, იმიტომ რომ ერთადერთი რაც შეეძლო დეშამს იყო პრაგმატული სტილის არჩევა 4-3-3 კონტრიერიშები, 3 მძიმე ნახევარმცველი და ასე შემდეგ ცოტათი წინააღმდეგობა რო გაეწია რა. უორენ ზაირემერი, ლუის ენრიკეს და პარის სენ-ჟერმენს კარგად იცნობთ, სოციალისტ მაყურებლები, ამ ფეხბურთელს ჰქონდა ფანტასტიკური სეზონი. პარის სენ-ჟერმენში ძალიან მაგრად ითამაშა როტაციაშიც, მარჯვენა მცველად თამაშობდა და ტანმორჩილი სწრაფი ინდივიდუალისტია, ცენტრალურ ნახევარმცველი ამპლუით. აი პლუს რაბიოს და ჩუამენის ზაირემერი და იქ დუეს კამზე უნდა გადამჯდარიყო ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ დემბელე, ოლის, მბაპე საკმარისი არის. არ არის ხაც PlayStation და FIFA რა, რეალობაში ეგ არ ამართლებს. შვედეთთან შეიძლება გაამართლოს, მაგრამ ესპანეთი შვედეთი არ არის. ანუ დეშამს უკვე ძალიან დიდი ხანი აცადეს და ესეთ თაობა, ოქროს თაობა მიუხედავად მაინც შტამბეშტავი შედეგებისა, შეიძლება ითქვას რომ მაინც გაფლანგა რა და წლები დააკარგვინა გონცი, იმიტომ რომ 2018 მე არაფერ არ მოუგია საფრანგეთის ნაკრებს და უნდა მოეგო, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი შემოქმედება აქვს. რა დომინირება ჰქონდა უბრალოდ ცენტრში, ხედავთ კადრებს, რას უშვებოდნენ ესპანელები, როგორ აკატავებდნენ ბურთს იქეთ-აქეთ. ეს ყველაფერი ხდებოდა თან იმის ფონზე, რომ პედრი არ არის ფორმაში, იამალი ტრამვის მერე არ არის საუკეთესო კონდიციებში, ნიკო უილიამსი საერთოდ მთელი წელია თავის აჩრდილია და ანუ სადღაც 60% თავის არის ესპანეთი ამ სოფლიოზე და მაინც ფინალში არის. წარმოიდგინეთ 100-ზე რო ავა, შემდეგ რა იქნება? ხო, აი თურქეთს რო 6 დროლი მოუგეს იქ თურქეთში, აი ეგეთი შემზარავი რამ იქნება ესპანეთის ნაკრები დე ლა ფუენტეს ხელში. გარდა ამ ბურთის ავადმყოფური კონტროლისა, პარის სენ-ჟერმენს რაღაცით
გვაგონებდა ესპანეთის ნაკრების თამაში, ნუ იქ ხო ეს ლამასიას სკოლა და ასე შემდეგ ტოტალური ფეხბურთი ლუის ენრიკეც ამ ყველაფრის თქო ნაწილი არის ამ სკოლიდან მოდის და ამიტომ წააგავდა პოზიციების ცვლა როგორ ცვლიდნენ ესპანელი ფეხბურთელები პოზიციებს და ვინ სად იდგა აქ ხედავთ აქ კადრებსაც აქ წარმოუდგენელი არის ესეთ გუნდს შენ ეთამაშო მაღალი პრესინგი ბურთი აართვა და შენ თამაში მოახვიო თავს ძალიან გიმცირდება შანსები როცა ასე გეთამაშება მეტოქე და ამ დონის შესრულებლები ყავთ ხედავთ ანუ ვინ სად დგას და როგორ ცვლიან როლებს და საიდან ამოდიან და ოლმო სად არის და უიერსაბალი სად არის და ასე შემდეგ და ძველები მოკლედ ძალიან შთამბეჭდავი იყო ის რასაც აკეთებდნენ ესპანელები და ეს 2.5+3 ხო ყველა ვარიანტი შედეგს გამოიღებდა და ამას ემატებოდა ბაენა რომელიც არ არის სუფთა გარემარბი და ხშირად ცენტრისკენ ეწევდა ასევე ხშირად ცენტრისკენ შემოდიოდა იამალი უიერსაბალს რუცხრიანზე თამაშის გამოცდილება აქვს და ისიც უკან ჩამოდიოდა და მოკლედ ცენტრს ჭამდნენ რა ძალიან უპირატესობას ჰქრიდნენ რიცხობრებად რაოდენობაში მეტნი იყვნენ ესპანელები და ნუ მაინც ერთი პერსონა თუ შეგვიძლია ესე მაინც თამამად გამოვყოთ იყო დანი ოლმო ფეხბურთელი რომელიც დელაფუენტეს ხელში არნახულად გაიხსნა და თავის მაქსიმум 100% წარმოაჩინა არავინ არ ელოდა ამას ალბათ მუდმივად რომ თავისუფალ ზონაში იყო ახაც ხედავთ ეს შემთხვევითობა არ იყო სულ თავისუფალ არეალში იღებდა ოლმო ბურთს და ძალიან ბევრი ისეთი მანევრი ჰქონდა გოლის ეს რა გაუკეთა ტანეს მოძრაობით რომ საერთოდ მაწონზე გაუშვა ეგ კადრიც ნახეთ და ის პასი რომელიც შემდეგ გააკეთა ოლმომ არ გასული გოლი რა გრუისო და უფარა უპამეკანო ეს იყო ფანტასტიკის სფერო აქ 2-0 ხდებოდა რა ამ ეპიზოდში მე პირადად რა პროცენტებიც ჰქონდა ეჭვის დარჩენილი შეივსო რა 100-ზე ავიდა უკვე და აქ დავრწმუნდი რომ ესეთ რაღაცას ესპანეთის ნაკრები რო აკეთებს და გიქმნის უკვე აქედან ძალიან ძნელია მე ამა თამაში დაუტრიალო რა ეგ ბუნებაში ძალიან იშვიათად ხდება ეგეთ ამი თითქმის არ ხდება ანუ ფანტასტიკური გოლი გადიოდა და სამწუხაროა რომ არ გავიდა რამდენი მომენტი იყო საფრანგეთის ჩემპიონატზე ეგეთი ულისეს მაკრატელა იყო რონალდოს გაუქმებული გოლი ხორვატიასთან და ანუ ესეც შედის იმ მომენტებში გულდასაწყვეტში რომ ესეთი შედევრი არ შეიქმნა სამწუხაროდ ასევე ასპექტი რაშიც წარმოუდგენლად ძლიერები არიან ესპანელები არის მეორე ბურთიან კონტრპრესინგი აქაც კადრს ხედავთ ანუ ბურთს როცა კარგავს ეს გუნდი რეკორდულად სწრაფად და რეკორდული რაოდენობით იბრუნებს და ესეც ართულებს მეტოქეებისთვის ამათთან თამაშს ესეც უმნიშვნელოვანესი ასპექტი არის თამაშის იმიტომ რომ მეორე ბურთი და კონტრპრესინგი გუნდები არიან რომლებიც თლიანად ამაზე აგებენ თამაშს და ესეც სტილში თამაშობენ და ეს ესპანელებისთვის ერთ-ერთი შემდგარი ნაწილი არის დიდ არსენალში უნაი სიმონის ასევე შთამბეჭდავი თამაშიც აღსანიშნავი არის და სპეციალურად მიცემული დავალება დელაფუენტესი ამ შეხვედრაში რომ წინ გამოსულიყო აქამდე სხვა მატჩებში აი ეს ნოიერი რო ამორბის ხოლმე და ჟოან გარსია ბარსელონაში ამორბის ხოლმე და ბოლო წელს რო თამაშობენ ფაქტიურად უნაი სიმონს ქონია ეგეთი მატჩები ამ ტურნირზე ჯერ არ დაჭირვებია რა და საფრანგეთთან ეგ დავალება ჰქონდა იქ ვახსოვს ბაპერო ერთ-ერთზე რჩებოდა და როგორ უსებ შემოვარდა კადრში და გამოიტანა ბურთი და დასწრებას კარგად ითამაშა ეს შემთხვევითობა არ ყოფილა და ესეც გენიალური დელაფუენტეს გათვლა იყო აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კუკურელიას ზღაპრული თამაშდა რეალს ბრავო რო ეგ ფეხბურთელი იყიდა და ავის ბარსელონამ რატო არ გაამახვა და ყურადღება თავის აღზრდილზე და რატო არ იაქტიურეს ძალიან მაგარი მარცხენა მცველი იყიდა რეალმა და კარერასის ჯერ არ დაწყებული კარიერა უკვე დაამთავრა მადრიდის რეალში ამაზე შეგვიძლია უკვე თამამად ვისაუბროთ თუ პირველი გოლის ეპიზოდში რომელიც პენალტიიდან დაინიშნა არაფერი არ იყო აქ განსახილველი და სუფთა 11 მეტრიანი იყო თვითონ ლუკა დინსაც არ გაუპროტესტებია არაფერი მეორე გოლი საინტერესო იყო ძალიან პოროსი შემთხვევითობა არ ყოფილა ეს რაც ვიხილეთ აქ და ძალიან საინტერესო პარალელი ვინა გავალო პარის სენ-ჟერმენთან და კვარაცხელიასთან დააკვირდით კადრს აქ რა სივრციდან აკეთებს შერბენის პორო და რომელი ფეხბურთელები ჩავარდნენ ამ ეპიზოდში ანუ ყველა ფეხბურთელი თავის მეტოქეს ანუ ვინც ჩაბარებული ყავს იმას მეურვებს რა კადრში ხედავთ ვინ ვის იყავს და როდესაც შემტევები უკან იხევენ და დაცვას აზღვევენ ანუ დიდი ძალებით გუნდი რო გიტევს ლოგიკურია რომ თანამედროვე ფეხბურთში ეგრე ხდება გარემარბიც და იქ 10-იანიც უკან ჩადის და ეხმარება დაცვას აქ ანუ დუე არის ჩაწეული ნუ ბარკოლა გასული ანდროს და უკვე დუეა შემოსული ჩაიწია და ანუ ეხმარება მარცხენა მცველს დინს და ამ ეპიზოდში პორო ძალიან მაგარ კედელს უთამაშებს ოლმოს მაგარი მანევრი ასევე გააკეთა ოიერზაბალო რომელიც ლაკროა ამოიტყვა აქ ლაკროა მაგრად წამოეგო ფანდს და ფეხბურთელი რომელიც უნდა გაყვეს პოროს არის დეზირე დუე გელასმა ამ ეპიზოდში კონეც შეგვიძლია ვახსენოთ რომ
გვერდით იყო და მასაც შეეძლო დაზღვევა, მაგრამ ანუ კადრში კარგად ჩანს რომ პოზიციურად რთული იყო რომ დაწეოდა რა პოროს. ცოტა გვერდიდან იდგა და ოდნავ უკან და დუე იყო იდეალურ პოზიციაში რომ აი როგორც ხვი ჩააკეთებს ხოლმე მენდეშს რომ აზღვევს და ჩარბის და თავს რო იკლავს, აქ შეიძლება ამას თავის მოკლა დაჭირებოდა, უბრალოდ უნდა გაყოლოდა რა და მაგ შეიძლება ყვითელიც აეღო, ანუ მოკაჩავდა მაინსურზე. ამის გამო ეხლა ციხეში არ ჩასვამდნენ ეხლა დუეს რა. უბრალოდ ვერ ხდება გაჩერდა რა, ეს დგას და ჩიტებს ითვლიდა რა. და რომ შეირბინა იქ ოიერზაბალზე ელოდნენ თამაშს, მაგრამ იქ ოლმოს პასი მე თაებრევი ასისტიდან გავიდა გოლი. ეს იყო გუნდური ჩავარდნა რა თქმა უნდა, ლაკრუას ბრალეულობაც იყო აქ რაღაცა დოზით კონესი, მეტი დოზით იყო დუეს ბრალი და ნუ გამოჩნდა რომ გუნდურად წარმოუდგენლად წინ არის ესპანეთის ნაკრები საფრანგეთთან შედარებით, ანუ ეს ფეხბურთელები რომ სოფლიო ჩემპიონატზე ვერ თამაშობდნენ, იგივე პორტუგალიის შემთხვევაშიც ნევეშები და ვიტინიები და აქაც საფრანგეთის ნაკრებს კვარაცხელი აკლდაო რომ გადაობდა ხალხი, გასაგები იუმორი იყო ეგ, ანუ ძალიან მარტივია ყველაფერი დავინახოთ, აგერ ცრუცღიანი ჩართეთ, პარი სენ-ჟერმენის თამაშებს რომ განვიხილავ, ვინ, საათ, რატომ, როგორ მარტივი პარალელი არის შემდეგ ესეთ სანაკრებო მატჩებში, რომ დავინახოთ, ვინ თამაშობს მაღალ დონეზე და ვის რა პრობლემა აქვს. ამ ეპიზოდში მე მგონი იდეალურად გამოჩნდა ყველაფერი. თქვენ რას ვიტყვით, რას ვიტყვით ამაზე ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი თუ შენიშნეთ თქვენ ეს ეპიზოდი. და ერთი შანსი, სადაც გოლის გატანა შეეძლო, საფრანგეთის ნაკრებს იყო აქ უნაი სიმონის მორიგიეს გამოსვლა წინ ბაპეზე, ბურთი მოიგერია და წინ დარჩა რა ამ ეპიზოდში, ანუ დუე მიიღო ბურთი, შეეძლო რომ თავზე გადაიგდო და გვინახავს აქედან გატანილი გოლები, მაგრამ ელემენტარულად ძალიან დიდი სივრცე ჰქონდა, თავი რო აეწია და გუნდურად ცივი გონებით ემუქრა დემბელე ხედავთ სადღაც, დემბელეს აქ ბურთი რომ მიიღო, ცარიელ კარში ერთი ცველი იყო მარტო მისი მეტოქე. ძალიან დიდი იყო პროცენტი იმისა, რომ გოლი გაიტანა აქ უსმან დემბელეს, მაგრამ გელას ძმა ურტყამს და იღებს უნაი სიმონი ბურთს. დუეზე მეც აღარ გავაგზელებ ისედაც საკლუბო სეზონი რო არის ხოლმე. მაგას და ბარკოლას ცუდ დღეში ვაგდებდა. დღეისათვის ვაკმაროთ. ძალიან კარგად გამოჩნდა რა პრობლემები აქვს საფრანგეთის ნაკრებს და ზოგადად ოლისე, დემბელე, ბაპე საკმარისი არის ნებისმიერი გუნდის თავდასხმისთვის. მეოთხე აღარ არის საჭირო. აქ უკვე თვითონ უნდა იმუშაოს ნახევარდაცვის დაკომპლექტებაზე. აღარ იყო აქ საჭირო. Too much როგორც იტყვიან რა. და ნუ რავი, ოლისე მაგარი ფეხბურთელია, კარგი ვინგერია, გარემარბია, მაგრამ ნახევარდაცვაში ხა მას რო უსწორდება თამაში, იგი მას არ ნიშნავს, რომ ნახევარმცველია და გადაკეთდება რა. ნახევარმცველი სხვა რაღაცა აბსოლუტურად და გარემარბი, რომელიც შუაში შემოდის და იქ ბურთს ანაწილებს და კაი ასისტები აქვს, ეგ საერთოდ სხვა ცნება არის რა. ბურთის დაჭერა, ტემპის კონტროლი, იქ ცოტა პრაგმატიზმი, მოხრჩობა თამაში, რასაც როდრი აკეთებს, ფაბიან რუისი აკეთებს და სხვა გენიოსები აკეთებენ. ამას ეხა ოლისეს ნაირები ვერ იზამს ეხა რა. რონალდინიო და მესის ძალიან მაგრად თამაშობდნენ ცენტრში და მაგრამ არც ერთს არასდროს უთამაშია ორი საყრდენის წინ დამდგარი 10-იანზე და მათ წინ კიდე სამი შემტევი. ეგეთ სქემაში 4-2-1-3-3-ში არ უთამაშიათ ეხა ეგეთ გარემარბებს რა. ფაქტია. იმიტომ რომ საერთოდ სხვა სივრცე და ცოდნა არის ნახევარმცველობა. ეგეც შეცდომა იყო დეშამის მხრიდან. მივადექით ფინალს, ნუ ჯერ როგორ მოგეწონათ ესპანეთის საფრანგეთის ანალიზი, აქაც ველოდებით თქვენს გამოხმაურებებს და რამე თუ დაგაგვდათ მაგასაც დიდი სიამოვნებით და ინტერესით და ორი რადიკალურად განსხვავებული სტილის მქონე ნაკრები, ერთი შეხედეთ ესპანეთი ძალიან ფავორიტია და არგენტინა აუტსაიდერია, მაგრამ ასე იყო ინგლისთანაც და საერთოდ კაბო-ვერდეს და იქ შვეიცარიის თამაშების მერე და ეგვიპტის მერე არგენტინას არავინ არაფრად არ თვლიდა. აუტსაიდერები არიან და ეს როლი კარგად მოიგო არგენტინამ და ზოგადად ნებისმიერ გუნდს იყოლიებენ ემოციებში, მენტალურად, ნერვებზე შლიან და ეგ მომენტი თუ დაუჭირა არგენტინამ ესპანეთს, რომელიც ძალიან მშვიდი ნაკრებია და ოდნავ თუ აყვა ნერვიულობას ესპანეთი, ძალიან კარგად ვიცნობ კუბარსის და ლაპორტის მთელ კარიერას და მათ შორის პოროსაც და უკურელიასაც და ძალიან დიდი შანსია რომ თუ აი აქ ფეხი დაუცდათ კატასტროფული შეცდომები იქნას დაშვებული დაცვის ხაზში. თუ არგენტინამ ის ბინძური თამაში თავს მოახვია. ამას პლუს მესიც ალკე თემა არის. ძალიან მაინტერესებს ამჯერად რას ინგლისი ნახეთ, ხო? ნუ ვერ გააჩერეს მესი და რას იზამს ესპანეთი. უკვე ძალიან საინტერესო არის ეს ყველაფერი. ოქროს ბურთის თემამდე მივდივართ ძალიან ლოგიკურად. ფავორიტები გავარდნენ, ფრანგები დიდი ალბათობით ვეღარ ჩაიგდებენ ამ ჯილდოს ხელში. ჰარი კეინმაც მე მგონი დაკარგა შანსი უკვე, მაგრად შეუნცირდა და ვინ დაგვრჩა. ეს თემა ეხლა ძალიან საინტერესოდ მინდა გავშალო თქვენთვის.
ესპანეთის ნაკრებიდან გამოკვეთილი ფავორიტი არ ყავს ოქროს ბურთზე, იამალი კი პროცენტებში დააწინა 200 და 100 შემდეგ, მაგრამ ეს ბუკმეიკერები, პრესა, რაღაც ტაბლოიდები, ეს არის ვარაუდები და შემდეგ ფრანს ფუტბოლი გასცემ ის სხვა არის. რო შევხედოთ, ხო იამალს ანუ გასულ სეზონში თამბეჭდავი დიდად არ ქონია, წინა უფრო მაგარი ქონდა, როცა ინტერთან წააგეს. დიდი მატჩების აბსოლუტური უმრავლესობა იამალმა ჩააგდო გასულ სეზონში. ახლაც ტრამვით შეხვდა მსოფლიო ჩემპიონატს, სტატისტიკა მაინც და მაინც თამბეჭდავი არ აქვს, ზოგადად თამბეჭდავი ტურნირი არ აქვს კი, გავლენა აქვს გუნდზე და ნელ-ნელა უმატებს, მაგრამ ანუ საოქროს ბურთე ჯერჯერობით ვერ ითქმის. ფინალში არ ვიცი ხა 2 გოლი თუ გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა და მარტო მოიგო, მე ვისაუბროთ შემდეგ. მაგრამ ახლა ასეთი მოცემულობა როდრის ვარიანტს ასახელებენ, მაგრამ ჩემი აზრით აქაც ძალიან გაჭირდება როდრის წინა პლანზე წამოწევა, იმიტომ რომ სიტიში საერთოდ არ ქონია, კარგი სეზონი კი არა, საერთოდ თითქმის სეზონი არ ქონია ტიპს. ანუ მეტი ანუ კადრი არავინ არ არის ესპანეთის ნაკრებში. ფიზიკურად ვერავის წამოწევთ წინა პლანზე, ხო? პოროს და გავის ხო არ წამოწევთ ხა ოქროს ბურთზე. აქეთ მეორე მხარეს მესი ყავს, რომელმაც სოფლიო თუ მოიგო 39 წლის ასაკში თან ბომბარდირიც ხდება, საგოლე პასების რეკორდი, ყველაფრის რეკორდი. არ ვიცი, MLS-დან და საუდის არაბეთიდან ძალიან ძნელია ოქროს ბურთზე რაიმე გააკეთო, მაგრამ სოფლიო ჩემპიონატია და უკვე ძალიან ხშირად ისმის მესის გვარი. და არგენტინის ჩემპიონობის შემთხვევაში მე მგონი უფრო გამოკვეთილი ფავორიტი გვეყოლება ოქროს ბურთზე, ვიდრე თუ ესპანეთმა მოიგო. ჩემი აზრი ასეთია, თქვენ რას ფიქრობთ? ხვიჩა კვარაცხელიას თემას აუცილებლად უნდა შევეხოთ. კვარასთვის კარგი იყო, რომ საფრანგეთი და ინგლისი გავარდა და ერთერთი ვეღარ აწევს თასს. კვარას შანსები შენარჩუნდა ცოტა უფრო მეტად, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჭარბი ოპტიმიზმის საფუძველი უნდა გქონდეს. სამწუხაროდ ამას ვერ ვიტყვი. ძალიან მინდა მე და საკლუბო სეზონის მიხედვით აშკარად სოფლიო საუკეთესო ფეხბურთელი არის და მუნდიალზე ხვიჩას რომ ეთამაშა 80%-ამდე გაიზრდებოდა მისი შანსი, რომ ოქროს ბურთი მოიგო. თუმცა სამწუხაროდ რას ვიღებთ. სანიოლი ყავს ისევ წვრთნელად, უნდა მივადგეთ ჩვენი ნაკრების დამრიგებელს აუცილებლად ის ყვადაღებული განცხადება უნდა გავიხსენოთ, როდესაც ჯგუფური ეტაპის ბოლოსკენ თქვა, რომ თუ ოლისე ოქროს ბურთს წლის ბოლოს არ მოიგებს, რომ არ ვიცი. წარმოუდგენელი რამ თქვა, ესე დაუსწრებლად დაასახელა ფავორიტი. კი, მაგარი სეზონი ჰქონდა ოლისეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა წააგო. საერთოდ ვერაფერი ვერ გააკეთა მიუნხენში, პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ, გაგუდეს, გათიშეს, გააქრეს. სოფლიო ჩემპიონატზე შვედეთთან მე-16 ფინალის შემდეგ საგოლე მოქმედება არ ქონია. ვერ თამაშობდა ტიპი და ისე გავარდა ესპანეთთან, რომ შეცვალეს. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფეხბურთელი იყო ამ შეხვედრაში. და როდესაც სანიოლი გამოდის და ესე დაუსწრებლად ამხელა განცხადებას აკეთებს, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის მთავარი მწვრთნელი რო ხარ. იქ ანჩელოტი რო გამოდის და ბრაზილიის ჰიმნს რომ ღერის, კოსტუმი რო შემოიხია რამის. ანუ ეს არის პატივისცემა ბრაზილიელების მიმართ, თორე ხა აღარ არის იტალიელი და ცისხლი გადაუსხეს თუ რა, უბრალოდ პატივისცემა არის იმ ქვეყნის მიმართ, სადაც მოღვაწეო. ანალოგიური რამ სამწუხაროდ ვერ ვიხილეთ ვილის ხვიდან ჩვენს მიმართ. უფრო მეტად პოლიტიკურული შეიძლება და ყოფილიყო და სხვანაირად ეთქვა ცოტა რა, ეს აზრი რაც მან გამოთქვა. ახლა მაინტერესებს რას ფიქრობს სანიოლი და ყველა დიდი მატჩიდან რო ესე იღლიაში ამოიდეს და გააქრეს, გაგუდეს და ჩააგდო ყველაფერი, რა აზრზე არის? ძალიან მაინტერესებს თუ მედიასთან კომენტარის გაკეთების სურვილი ექნება. მაინტერესებს ეხლა ვისთვის ოქროს ბურთის ფავორიტად ზოგადად და როდემდე უნდა გაგრძელდეს ესეთი კონტექსტიდან ამოვარდნილი განცხადებები ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის მხრიდან. ძალიან გამაღიზიანებელი არის ეს ყველაფერი. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით? თქვენი აზრი მაინტერესებს ზოგადად ოქროს ბურთზე და ზოგადად ამ სანიოლის დამოკიდებულებაზე, რაც თავის წინ დაუხედაობით თუ არ ვიცი, შეიძლება დაუფიქრებლად წამოროშა ეს ან პირიქით იფიქრა და ისე თქვა. მოკლედ შეაფასეთ ოქროს ბურთის შანსები და ეს ვილის სავალალო განცხადებაც შევაფასოთ მაქსიმალურად კორექტულად, რა თქმა უნდა. შეგახსენებთ 2 წამის საქმეს, დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო 2000 ლაიქზე ირთვება გათამაშება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, რომ 60%-ზე მეტი უყურებს გამოწერის გარეშე და ჩვენი შრომა რომ დაფასდეს სოციალიზმის გუნდის სახელით, ყოველთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. ქართულ კლუბებს მინდა შევეხო, მაინც მიმდინარეობს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები, ჩემპიონთა ლიგა, კონფერენს ლიგა და მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა მცირე გამონათებასავით იყო რა მოვიგეთ მატჩები და თითქოს ის 7 წლიანი პაუზა, რომ ვერ ვლახავდით პირველ ეტაპს ჩემპიონთა ლიგაზე და ზოგადად რას გავს ჩვენი კლუბების გამოსვლა ბოლო წლებში და მთლიან ისტორიაში და
სავალალო მდგომარეობა არის და დადებითიზე მეტად რა თქმა უნდა უარყოფითზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, იმიტომ რომ რასაც ვერ ვაკეთებთ ელემენტარული წინსვლა, რაშიც არ გვაქვს, ეს არის მენტალიტეტი, ანუ ხასიათი, ფსიქოლოგია, გარდა ფიზმომზადებისა, საქმისადმი დამოკიდებულება არ იცვლება წლიდან წლამდე, კი არა, დეკადები გადის, ანუ ბოსკამპის განცხადებიდან მოვყვეთ და არა მარტო ბოსკამპის, თემჩენკოსაც აქვს ნათქვამი და არაერთ სხვა სპეციალისტს უცხოელს, ვინც ჩამოსულა საქართველოში უმუშავია და აი ამ ხასიათზე აქცენტს ვაკეთებენ და რომ ამბობენ ჩვენ წრები არ არიან ხა და რაღაცა ანტიქართულ განცხადებებს კი არ აკეთებენ. უბრალოდ რასაც ხედავენ პრობლემას, ტიპები 20 წელი რო არის იმ ხალხს შორის, იმ ხალხის მუშაობას შორის განსხვავება, ანუ შემთხვევითობა ვერ იქნება ეგ რა, 20 წელი არის და 30. იგივე თქვეს, დღესაც იგივე პრობლემა არის. ის რომ რაც იბერიას შემთხვევაში ვნახეთ, რომ ნაადრევი გაჩერება და აღაშვებული გოლები და კინა ამ დაგვიტრიალეს. ანუ ესეთი რაღაცები თანამედროვე ფეხბურთში ლუქსემბურგი და მსგავსი ქვეყნები ძლევენ ამ პრობლემებს და აგვარებენ ნელ-ნელა და ჩვენ რა გახდა ეს რომ ამ კუთხით მუშაობა დაიწყოს ფსიქოლოგების საფეხბურთო სკოლებიდან მწვრთნელების გადამზადება, დამოკიდებულება ეს უნდა შეიცვალოს რა. თვითონ მწვრთნელებშიც არის ეს პრობლემა და ფეხბურთელებშიც და იგივე აღმზრდელი სპეციალისტები რომლებიც მოდიან აკადემიებიდან და უკვე დიდი გუნდების თავმჯდომარეები და ეს გრძელდება, ეს არის ერთი სისტემა რა. რაშიც იზრდებიან ფეხბურთელები და ამ ყველაფერს ხედავენ შემდეგ და ეს მთლიანი შემდეგ ჭაობი იქნება და აი ესეთი მარცხი მიეწყობა და დეკადები გრძელდება და ამას ეს ხასიათი უნდა შევიცვალოთ, დამოკიდებულება, მენტალიტეტი და ამ ყველაფერს უნდა მიამატო შემდეგ შრომა ფიზმომზადების მხრივ, არა მარტო ინფრასტრუქტურა, ანუ ფიზმომზადების მხრივ სერიოზული პრობლემები გაქვს. გასაგებია რომ ინფრასტრუქტურის მხრივ დიდი პრობლემებია, მაგრამ ანუ მადგინდა მარტო სტადიონი და შენობა თუ შიგნით არ არის სხეული, თავარი ორგანიზმი, რაც შედეგს იძლევა რა, რაც უნდა დაითესოს და მე მოსავალი აიღო. ეს არის ძალიან სამწუხარო ჩემთვის და მაქსიმუმ ამ ეტაპზე ამის თქვა შემიძლია. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ღრმა ანალიზი და ცალკე გადაცემის დათმობა შეიძლება ამ ყველაფერზე, მაგრამ პირველ რიგში რაც დღეს უნდა აღმენიშნა მუნდიალის პარალელურად იყო ეს, რომ აშკარად მენტალიტეტში და დამოკიდებულებაში გვიჭირს. არა მარტო ფიზმომზადებაში რა. ეს ორი რამ არის ჩვენი აქილევსის ქუსლი, რომელიც 30 წელია ვერ დავძლიეთ. და ბოლოს მივადექით გათამაშებას. შეგახსენებთ მარტივია წესები 2000 ლაიქზე, როგორც კი ავა დღევანდელი ვიდეო გათამაშება ჩაირთვება, მოიგებთ თქვენთვის სასურველ საფეხბურთო მაისურს. კლუბი ნაკრები რეტრო სულ ერთია. წესი არის უმარტივესი 2000 ლაიქზე ასვლის შემდეგ 20 თქვენგანი ყველაზე საინტერესო კომენტარების ავტორებს შევარჩევ და გადმოგეცემათ შემდეგ ისურები დაფიქსირეთ კომენტარებში ნებისმიერი კომენტარი დაწერეთ დღევანდელ თემასთან დაკავშირებით და როგორც კი 2000 ლაიქზე ავალთ ჩაირთვება გათამაშება. მოკლედ, სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა დროის დათმობისთვის. რა თქმა უნდა, როცხრიანი ფინალის შემდეგ ორშაბათს დაბრუნდება ისტორიული მატჩის ანალიზით. აბა დროებით.